ვაგრძელებთ ჩვენ ძელი ისტორიის თხრობას ამ ეპიზოდში, უკვე რიგით მეხუთე ეპიზოდში ჩვენ უნდა გელაპარაკოთ ყირიმის ომზე, როგორც უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, რაც მე-19 საუკუნის შუაში მოხდა. მე გურამ ნიკოლაშვილი ვარ, ჩვენი მთხრობელი არის თორნიკე შარაშენიძე და მივადექით ამ მნიშვნელოვან ეპიზოდს პრაქტიკულად პირველი ნახევარი ჩვენ უკვე მოუყევით ჩვენ მსმენელს მე-19 საუკუნის შესახებ, ალბათ ეს სრულდება ეს ნაწილი 1858 წლის ეს რევოლუციის ტალღით და წინა ეპიზოდები არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მსმენელმა გაიგოს ის კონტექსტი, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა ევროპა და უკვე ვენის კონგრესის შემდეგ საღვთო ალიანსის მიერ შექმნილი მშვიდობა მიუახლოვდა თავის დასასრულს და მთავარი მოვლენა, რაც ხდება, ეს არის ყირიმის ომი. რატო არის ყირიმის ომი ესეთი მნიშვნელოვანი და არაორდინალური ომი, თუ შეიძლება ესე ითქვას? ეს შეგვიხოთ ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზე მიდიოდა თურქეთმა გადმოსხა ჯარი აფხაზეთში სამეგრელოში, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ცხადია მსოფლიო პოლიტიკისთვის იყო იმითი, რომ დაიწყო მოხდა ომი ევროპულ დიდ სახელმწიფოებს შორის. ამან დაასრულა წმინდა ალიანსის სტაბილურობის ეპოქა. ამან დაასრულა სოლიდარობის ეპოქა ევროპელ მონარქებს შორის, რომელიც ჩამოყალიბდა ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ და რომელიც განამტკიცა მეტერნიხმა თავისი გენიალური დიპლომატიით. უკვე მეტერნიხი აღარ არის თავის თანამდებობაზე, როცა ეს ომი იწყება, მეტერნიხი გადაყვა 1848 წლის რევოლუციებს. ამ რევოლუციების შემდეგ ევროპაში ძველი წესრიგი დაბრუნდა, ყველაფერი დაუბრუნდა თავის ესე ვთქვათ ჩვეულ წესს. მხოლოდ რამდენიმე განსხვავებით. პირველი, მეტერნიხი აღარ არის ავსტრიის კანცლერი, ანუ ევროპას მოაკლდა მეტერნიხს ეძახდნენ ევროპის მესაჭეს. ახლა მაშინ საჭი არ არსებობდა. მაშინ იყო უფრო როგორ არის ქართულად coachman, აი მეეტლეს, ევროპის მეეტლეს, ან ევროპა მიყავდა წინ მშვიდობით პირობებში. ანუ მეეტლე აღარ არის. ეს ერთი. მეორე განსხვავება არის ის, რომ საფრანგეთის იმპერატორად იქცა ჯერ პრეზიდენტად, მერე იმპერატორად ლუი ნაპოლეონის ძმისშვილი და მას უნდა რომ სიტუაცია ურიოს. და მას მიაჩნია, რომ საფრანგეთი უნდა დაბრუნდეს ევროპაში როგორც ლიდერი, კონტინენტის ლიდერი. მას მიაჩნია, რომ საფრანგეთი უნდა დაანგრიოს ის სტატუს კვო, რომელიც შეიქმნა ბიზანტიის დიდი ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ. ეხლა მოდი სტატუს კვოს ფენომენზე შევჩერდეთ ზოგადად. ნებისმიერი ომის დასრულების შემდეგ იქნება რაღაც სტატუს კვო, ახალი სტატუს კვო. და ამ ნებისმიერი ომის დასრულების შემდეგ შექმნილი სტატუს კვოს მთავარი დარაჯი და დამცველი არის ვინ? ვინც იმ ომში გაიმარჯვა. ნაპოლეონი პრინციპში დაამარცხა პირველ რიგში მაინც რუსეთმა, შესაბამისად 1815 წელს შექმნილი სტატუს კვოს დარაჯი და ბურჯი არის რუსეთი. და ნაპოლეონის ძმისშვილის ფიქრობს, რომ ეს სტატუს კვო რომ დაინგრეს, უნდა დამარცხდეს რუსეთი. ეს არის მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. და მეორე მისი ამოცანა არის, რომ როგორ უნდა დაუმეგობრდეს ინგლისი, იმიტომ რომ ხვდება, რომ საფრანგეთი აღარა ისე ძლიერი როგორც იყო ბიზანტიის დროს, ეს ერთი და მეორეც ბიზანტისი გადაყვა ინგლისთან ომს საბოლოო ჯამში და ვერც ვერაფერი აქედან როიტყველ ხეირი ვერ მეიღო. აი ეს ორი სერიოზული მიზანი აქვს მას. ანუ იწყება ერთგვარი ამბიციების გამოხატვა და ხო არსებული სტატუს კვოს შეცვლა. კი, როგორ უნდა მოხერხოს? როცა ლაპარაკობდი მეტერნიხს, რომელიც უკვე გაიწია არენიდან, შეუძლებელი არ გაგახსენდეს მაგალითად 21 საუკუნის უკვე 1/4-დმა გაიარა, ხო? ანგელა მერკელის როლი, რომელიც ცდილობდა რომ რაღაც აი სწორედ ამ სტატუს კვოს შენარჩუნებაზე იყო, შეიძლება ეგრე შეჯამდეს. საინტერესოა და იქაც ის ახდენდა რას რუსეთის ჩართვას ევროპაში. მერკელმა რაც გააკეთა, ხა დღეს ამის გამო კრიტიკა ხდება ძალიან სერიოზული, მაგრამ ახლა მას ესე ესმოდა სწორად. მას მიეჭდა რომ თუ რუსეთი იქნება დამოუკიდებელი ევროპაზე ეკონომიკურად და პირიქით ევროპა რუსეთის ეკონომიკურად დამოუკიდებელი, მათ შორის კონფლიქტის ალბათობა ნაკლებია და რუსეთი ადრე თუ გვიან ჩაერთვება ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში. ნუ რატომ არ გაამართლა ეს მისი ბრალი იყო ეს სხვა თემაა, ხო? ხო, ეს უკვე მე ეხა ჩვენ მოვლენათა ეპიცენტრში ვართ ამ გაგებით და კიდე რომ გავა რამდენიმე ათეული წელი მე უფრო მარტივი იქნება. ხო, გააჩნია ეს მოვლენები როგორ დასრულდა. კი, მარტივი იქნება ხო შეფასება. გამოთქმა, როცა ქვემეხები ქუხან, მუზები დუმანა, როცა ომია ძალიან რთული ამ დროს ილაპარაკოს სიმართლე. პერიფრაზი არის ეგეთ სიტყვებზეც ამ დროს ლაპარაკს და შეფასებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აზრი არ აქვს ნამდვილად, კი. ეს ხო, ანუ ეს ერთი ძალიან სერიოზული ფაქტორი, რომელიც რომ გავითვალისწინოთ ყირიმის ომის წინ, ნაპოლეონის ძმისშვილის ფაქტორი. ამ დროს რუსეთი ძალიან ძლიერია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ თავის დროზე ნაპოლეონი დაამარცხა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თურქეთს ეომა დაამარცხა ტერიტორიები წაართვა, არამედ იმიტომაც, რომ 48 წლის რევოლუციები არ შეეხო საერთოდ რუსეთს, იქ არაფერი არ მომხდარა, ეს ერთი და 48 წლის რევოლუციების დროს იყო ძალიან ისე თქვა დრამატული მოვლენები ავსტრიის იმპერიის შიგნით, კი რაღამ დაიშალა. ავსტრიის იმპერიამ თვითონ მოახერხა
დამარცხება იტალიელი სეპარატისტების, მაგრამ ვერაფრით ვერ მოახერხა დამარცხება უნგრელების. ვერაფერი ვერ მოახერხა. რუსეთი ჩაერია, დაამარცხა უნგრელები და მე გავიდა ავსტრიის იმპერიიდან რუსული ჯარი. ანუ რუსეთმა რეალურად იმოქმედა წმინდა ალიანსის მიზნების განსახორციელებად. ავსტრიაში იქ რევოლუცია დაამარცხა, დაეხმარა ავსტრიის იმპერიას, შეინარჩუნა როგორც ერთიანი მთლიანი ქვეყანა. მე გამოიყვანა იქიდან ჯარი. ანუ უანგარო დახმარება გაუწია შეიძლება ითქვას. ბოლომდე უანგარო ცხადი არა, იმიტომ რომ ხა რუსეთში მიიჩნევდნენ რომ ნებისმიერი რევოლუცია ევროპაში მათ არ აწყობთ არანაირად, იმიტომ რომ ჯერ ერთი რევოლუცია ცუდი პრეცედენტია, შეიძლება მე რუსეთს გადავიდეს, ეს ერთი და მეორეც ისევ და ისევ რუსეთი არის დამცველი სტატუს კვოსი, რომელიც შეიქმნა ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ, ამიტომაც ევროპაში არაფერი უნდა შეიცვალოს, უნდა შენარჩუნდეს ძველი სტატუს კვო. ხო, ანუ რუსეთს მიაჩნია, ნახე რა მაგარია, ავსტრიის იმპერია გადავარჩინა. მეორე დრამატული სერიოზული მოვლენა, რომელიც განვითარდა 1848 წლის რევოლუციების დროს, იყო ის, რომ გერმანულმა სახელმწიფოებმა მოინდომეს გაერთიანება პრუსიის გარშემო. და არ მოხდა ეს, თავარი დამნაშავე ამაში იყო პრუსიის მეფე, რომელმაც გამოიჩინა სიფრთხილე, ვერ გამოიჩინა პოლიტიკური ვაჟკაცობა, გამბედაობა, მაგრამ ასევე იყო დამსახურება რუსეთის. რეალურად შეუშალა მას ხელი. ამ წამოდგენა ამდენ ძლიერი სახელმწიფოა, გადაარჩინა ავსტრიის იმპერია და რაღაც დონეზე ხელი შეუშალა გერმანიის გაერთიანებას. როგორ ითქვათ, საქმოდ არ მიაჩნია დედამიწა ქალამნად იმპერატორ ნიკოლოზ I-ს. და უცებ მას გამოუჩნდება ჩელენჯერი ნაპოლეონის მიშვილის სახით. როგორ იწყება ეს ჩელენჯი? აფერშვაში არის თიქოს რუსეთთან და საფრანგეთთან ეს ჩელენჯი, საერთოდ მათ ტერიტორიაზე არ არის, არის თურქეთის ტერიტორიაზე, დღევანდელი პალესტინა, ისრაელის ტერიტორია, ქრისტიანობის წმინდა ადგილები. სადაც ქრისტე დაიბადა და ასე შემდეგ, ბეთლემე და იერუსალიმი. და ამ ქრისტიანობის წმინდა ადგილებზე თავის დროზე აღებული ქონდა, ასე ვთქვათ, შეფობა, მფარველობა თავის თავზე კათოლიკურ ეკლესიას. კათოლიკური ეკლესიის ფლაგმანი ევროპაში გასაგები არის საფრანგეთი. საფრანგეთში როცა მოხდა რევოლუცია თავის დროზე, ეს მიავიწყდათ ეს წმინდა ადგილები და თქვეს რომ რა დროს ეგ არის და ამით ისარგებლა რუსეთის იმპერიამ და თურქეთს ესე ვთქვათ გამოსტყუა რაღაც ჩუმით ახმობა რომ წმინდა ადგილების ფარველი იქნებოდა რუსეთი. ლუი ნაპოლეონი რომ მოდის საფრანგეთში, როგორც ჯერ პრეზიდენტი ეს ნიშნავს წვდომას, გზაზე გატარებას, მომლოცველობაზე და კი, მომლოცველობის გატარება და პლუს ამას რაღაც დონეზე გაძლევს იქ ჩარევის საშუალებას და რუსეთის მიზანი ხო ეგ არის რომ ჩაერიოს თურქეთის შიდა საქმეებში. გაძლიერებული იყო იქ დიასპორა. დღესაც ვინც ჩადის ამ წმინდა მიწაზე, იქ ხედავს ამ რუსულ კვალს ძალიან, იმიტომ რომ მონასტრებს აფინანსებდნენ, აძლიერებდნენ, ანუ სერიოზული მისია. ეს გაძლევს შენ პოლიტიკურ ბერკეტს. ამ ქვეყანაზე ანუ ისევ და ისევ მაშინ ეს ადგილები არის თურქეთის იმპერიის შემადგენლობაში და ამიტომაც საინტერესებს ხადია რუსეთს, იმიტომ რომ მას თურქეთის იმპერია აინტერესებს სრუტეების გამო, როგორც ჩვენი ველაპარაკეთ. ლუი ნაპოლეონი გადაწყვეტს, რომ ბოლო მოუღოს ამ ბუნდოვანებას და მოითხოვს თურქეთისგან, ბოლოს და ბოლოს თურქეთმა ღია დააფიქსიროს ვისი ეს წმინდა ადგილები. თურქები ცდილობენ თავიდან არც წვადი დაწვა, არც ჩამფური, ორივეს ეუბნებიან, რომ შენიაო პირად საუბარში, მაგრამ როცა ფრანგები თხოვენ, რომ ღია დააფიქსიროს, თან ფრანგები გაუშვებენ დარდაენის სრუტისკენ, ანუ სტამბოლისკენ გაუშვებენ თავიანთ ფლოტს. თურქებს შეეშინდებათ ელემენტარულად და იტყვიან ღიად, საჯაროდ, ყველას გასაგონად, რომ ეს წმინდა ადგილები კათოლიკური ეკლესიის ფარველობის ქვეშ არის. ეს არის სერიოზული დარტყმა რუსეთის პრესტიჟზე, ეს ერთი. და მეორეც, არა მხოლოდ დარტყმა პრესტიჟზე, არამედ სერიოზულ შიშს გამოიწვევს რუსეთის მთავრობაში. მთავრობ პირობითად ახლა მაშინ მინისტრთა კაბინეტი არ იყო, იმპერატორის კარზე, ესე ვთქვათ, ხო, რატო? იმიტომ რომ მოყოლებული მინიმუმ რა ვიცი ეკატერინიდან რუსეთი ცდილობს რომ თურქეთი აქციოს ვასალად სატელიტად თუ არა მასე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რომელსაც მისი ეშინია თურქეთს უნდა ეშინოდეს რუსეთის რო იქ ვერავინ ვერ შემოყოს ცხვირი რუსეთის წინააღმდეგ ვერ შემოვიდეს შავ ზღვაში ვერავინ და უცებ გაირკვა რომ თურქეთს რუსეთს უფრო მეტად ეშინია საფრანგეთის არ სიამოვნებს არანაირად ეს რა თქმა უნდა ნიკოლოზ მიეჩნია რომ ეს არის პრობლემა გადაჭრას მან და ცდილობს მოელაპარაკოს ინგლისელებს იმის თაობაზე, რომ თურქეთის იმპერია გაიყონ ელემენტარულად. ეუბნება, რომ შენ წაიღე ეგვიპტე, მე სტამბული იდეაში მე უნდა დამრჩეს, პირდაპირ არ ეუბნება, რომ მოვიერთებ, მაგრამ მე ამბობს, რომ არ დავუშვებ, რომ სტამბულში ვინმე სხვა გამოჩნდეს. ნიშნავს იმას, რომ სტამბული მე უნდა დამრჩეს. ინგლისელები ვარზე არიან ამაზე. არ თანხდებიან ესე მარტივად. და მე ერჩვენიერ დღეს ნიკოლოზი გადაწყვეტს, რომ ბოლოს და ბოლოს გადაჭრას ეს პრობლემა თურქეთის სრუტეების და ასე შემდეგ, პირდაპირ ცხადია სრუტეებზე ლაშქრობას არაპირებს, მაგრამ გადაწყვეტს, რომ გამოიყენოს, თანამედროვე ტერმინოლოგია რომ მოვიშველიოთ, ჰიბრიდული ომის ელემენტები. გაუშვებს ელჩად იქ მენშიკოვს, მენშიკოვები იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული
გვარი, ძლიერი გვარი ძალიან რუსეთში. ეს მენშიკოვი მანამდე იყო ფლოტის მინისტრი და ფინეთის გუბერნატორი, გაუშვებს იქ დიპლომატიური მისიით სტამბოლში. და მენშიკოვს ევალება ორი სერიოზული რაღაცა. პირველი არის ის, რომ მიაღწიოს დათმობას ამ წმინდა ადგილების საკითხებში, რომ თურქეთმა თქვას, რომ წმინდა ადგილები არის რუსეთის და არ არის საფრანგეთის და კათოლიკური ეკლესიის. ეს ერთი. მაგრამ მეორე უფრო მნიშვნელოვანი დათმობა, რომელიც უნდა მიიღოს მან თურქეთისგან, არის ის, რომ თურქეთის სულთანმა უნდა მიანიჭოს რუსეთის იმპერატორს თურქეთის იმპერიაში მცხოვრები ქრისტიანების დამცველის პროტექტორის სტატუსი. და აი ამ მეორე დათმობას უნდა მიაღწიოს ჩუმად. ფარული დიპლომატიის მეშვეობით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ დროისთვის, როცა ნიკოლოზმა გადაწყვიტა აი ამ ოპერაციის განხორციელება, ის ფიქრობს, რომ მას არაფერი წესით არ ემუქრება, რამდენი მიზეზის გამო. მოდი კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ. პირველი, ავსტრია მასთან ვალშია. ავსტრია მან გადაარჩინა. პრუსიის სამეფო არა ისე ძლიერი, ერთი დაუბრუნდა და პრუსიის სამეფო შეეშინა გერმანიის გაერთიანების. პლუს ამას პრუსიის მეფე არის მისი ცოლის ძმა, ძალიან საინტერესო ესეც, რომელიც თავის სიძეს აღმერთებს და რომელსაც ეშინია თავის სიძის ნიკოლოზის. ვინ რჩება? საფრანგეთი და ინგლისი. ეხლა საფრანგეთში არის ლუი ნაპოლეონი. ნიკოლოზის თვალში ეს არის უზურპატორი, ჩვეულებრივი, რომელსაც ემუქრება როგორც ყველა უზურპატორს ლეგიტიმურობის პრობლემა, დესტაბილიზაცია შიგნით. ამიტომ ფიქრობს, რომ ეს კაცი, ვას ნაპოლეონის მიშვილი მოვიდა რევოლუციის შედეგად და წესით ეხლა ჩემთან ომს ვერ გაკეთებს. ძალიან საინტერესო კიდევ ერთი ამბავი არ გამორჩეს, როცა ლუი ნაპოლეონმა თავისთავად გამოაცხადა იმპერატორად, ეს არ ესიამოვნა ცხადია არავის ევროპაში, მაინდა-მაინც განსაკუთრებით არ ესიამოვნა ნიკოლოზს, იმიტომ რომ ბონაპარტი დაბრუნდა საფრანგეთში. და ლუი ნაპოლეონი როცა გამოაცხადა თავისთავად იმპერატორად, დაირქვა არა ნაპოლეონ მეორე, პირველი გასაგებია, არამედ ნაპოლეონ მესამე. ეს რა განაცხადია, რომ პირველი იყო ბიძაჩემი, მეორე იყო მისი შვილი, რომელიც უკანონოდ არ გაამეფეს, მესამე ვარ მე. ანუ ეს განაცხადია იმაზე, რომ ბონაპარტი დინასტია არ გამწყდარა. დინასტია არ გამწყდარა, ანუ ბონაპარტები უკანონოდ ჩამოაშორეს ტახტს. ვიღაც ბურბონები და ვიღაც ორლეანელები მოსხდნენ საფრანგეთის ტახტზე, უკანონო იყო ჩვენი დინასტია კანონიერი. და აი ამაზე ატყდა ამბავი, რომ ნაპოლეონი მესამედ გამოაცხადა თავისთავად. მერე შესთავაზეს პრუსიელებმა და ავსტრიელებმა ნიკოლოზს, რომ მოდი ეგეთი კომპრომისი გამოძებნეთო იქნებო რა, მოდი მიულოცოთო ჩვენ, ოღონდ არ მიმართოთ როგორც ნაპოლეონ მესამეო, მიმართოთ როგორც იმპერატორ ნაპოლეონი. და არ მიმართოთ როგორც ჩემო ძმაო, მაშინ ეს ეძახდნენ მონარქები ერთმანეთს, ყველანი ძმები იყვნენ იდეაში, ეს მონარქიული სოლიდარობა იყო. მიმართოთ ჩემო მეგობარო. ნიკოლოზ მოთხრა, რომ კარგი გამოსავალია, მე ეგრევე ზამა, მაგრამ მე საქმეს რომ იდგა ყველა შეეშინდა და აბსოლუტურად ყველა ქვეყნის ელჩმა მიმართა ნაპოლეონ მესამეს, როგორც ნაპოლეონ მესამე და ჩემო ძმაო, თავის მონარქის სახელით. ერთ-ერთ რუსეთის ელჩმა მიმართა, რომ იმპერატორ ნაპოლეონი. არ მოეწონა ძალიან ეს ნაპოლეონ მესამეს და ბოღმა ჩაიდო გულში რუსების ძალიან საინტერესოა, რომ ესეთი პერსონალური დეტალი რამხელა გავლენას ახდენს და როგორ გამოსახავს ამ ძალთა ბალანსს, რომელიც ჩვენ მსგავს, ესე ვთქვათ, ანარეგლს კი არა, დღემდე ვხედავთ ამის გამოძახილს, ეხაც 21 საუკუნეში. პირადულის მომენტი, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულია და როცა რუსეთის ელჩმა ესე მიმართა, მან უპასუხა, უხერხულბუნოდ დაეფარა, მან უპასუხა, რომ ჩვენ ღმერთი გვაძლებს ძმებს, თორემ მეგობრებს ჩვენ თუ ვირჩევთ. ანუ პრობლემა არის, მაგრამ ბოღმა ჩაიდო ძალიან სერიოზული, იმიტომ რომ როცა მე გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობები ყირიმის ომის დაწყების დროს საფრანგეთსა და რუსეთს შორის, ომის დაწყების დროს, მან გაახსენა რუსეთის ელჩს, რომ გახსოვთ, რაკნა თქვენმა იმპერატორმა მე არ მცნო ფაქტიურად, რომ ბოღმა დარჩა. ძალიან საინტერესოა, რომ დე-ფაქტო ლეგიტიმაცია ყველას აქვს და გააჩნია, მაგრამ და შიგნით ვერაფერი ვერ შეიცვლება, ხო, ძალაუფლების. გარედან აღიარება? მაგრამ აი გარედან აღიარება როგორ ფაქის დიპლომატიურ შრეებში არის გამოსახული რა, რომელსაც ისე ვიმეორებ, დღემდე ხვდებით ჩვენ სახელმწიფოთა ურთიერთობებში. მას მოხდა ეს გულზე, იმიტომ რომ ხა მართლა არ იყო ბოლომდე ლეგიტიმური, რო ყოფილიყო ჰაბსბურგის შტოს წარმომადგენელი, ან თუნდაც ბურბონების, მაშინ არ იქნებოდა პრობლემა, ხო, ეს საუკუნეები რომ მართავენ, ან რომანოვების, ხო, აი თემა. ხოდა მოკლედ ნიკოლოზი რომ მიდის ამ ავანტიურაზე, ფიქრობს რომ ის ბონაპარტი ვიღაცა ვერაფერს ვერ გამიბედავს, პრუსია საერთოდ პრუსია ჩემი ცოლის ძმა მართავს. ავსტრია მე გადავარჩინე, დარჩა ინგლისი და ხა უნდა მინთრას მარტო ინგლისმა, ხო, ეგ თემა. რო ჩადის მენშიკოვიან დიპლომატიური მისიით, თან ამას მოყვება დემონსტრაციულად სამხედრო მანევრები რუსეთის იმპერიის შავ ზღვაზე. ანუ ჭკვიანი ადამიანი ნებისმიერი მიხვდება, რომ ეს არის უბრალოდ დიპლომატიური მისია, ეს არის რეალურად ზეწოლის საშუალება, ესე ვთქვათ, ზეწოლა ხორციელდება თურქეთზე სერიოზული, იმიტომ პარალელურად მიდის სამხედრო მანევრები. ამ დროს ინგლისელებს ყავთ ძალიან ჭკვიანი ერთი დიპლომატი, სტრატფორდ კანინგი, რომელიც მანამდე იყო ელჩი თურქეთში, მას ვადა დაუმთავრდა. როგორც კი დაინახეს ინგლისელებმა, რომ რაღაცა ცუდი ხდება,
იმიტომ რომ J1 დაიწყეს რუსეთმა სამხედრო მეცადინეობა წვრთნების შავ ზღვაზე და პლუს ამას დიპლომატიური მისიით მიავლინეს გენერალი და არა ვიღაც დიპლომატი, რაღაცაშია უსაქმე მიხვდნენ და სასწრაფოდ დააბრუნეს ეს კაცი უკან კონსტანტინოპოლში, გაიგე რა ხდება. ჩავიდა დაბრუნდა ეს კაცი კანინგი დაბრუნდა კონსტანტინოპოლში და გაიგო რომ რუსები აწვევიან თურქებს ძალიან სერიოზულად იმაზე რომ თურქებმა მიანიჭონ რუსეთის იმპერატორს მათ ტერიტორიაზე მცხოვრები ქრისტიანების დამცველი სტატუსი. და სტრატფორდ კანინგმა მიცა თურქებს ძალიან მარტივი გენიალური დავალება. ისე თქვა, რჩევა უпроსწორად, დავალებას როგორ მისცემს. უთხრა რომ რასაც რუსები ღიად გთხოვენ და ღიად გთხოვენ წმინდა ადგილებში დათმობას, რომ წმინდა ადგილები რუსებისა, ეს დაუთმეთ. დაანახეთ ევროპას რომ კონსტრუქციულები ხართ, რომ ომი არ გინდათ პირიქით, ყველანაირად ცდილობთ ომის თავიდან აცილებას, მაგრამ რასაც ფარულად გთხოვენ და ფარულად რუსები გთხოვენ, რომ რუსეთის იმპერატორს ჰქონდეს თურქეთში მცხოვრები ქრისტიანების დამცველი სტატუსი, იქ გაუჭედეთ, იქ არ დაუთმოთ. და საბოლოო ჯამში აი ამ გენიალურმა მარტივმა არჩევამ გაამართლა, დაიწყო კრიზისი ევროპაში, იმიტომ რომ გასხდა რომ რუსები ითხოვდნენ ქრისტიანობის მფარველობას. სხვა შორის ძალიან საინტერესო კიდევ ერთი დეტალი, თავიდან რუსები ითხოვდნენ, რომ აი ეს ყველაფერი, რომ რუსეთის იმპერატორი არის ქრისტიანების მფარველი, გაწერილი იყო სახელმწიფოთა შორის შეთანხმებაში, თურქეთსა და რუსეთს შორის. თურქებმა ამაზე ვარი უთხრეს. მერე რუსეთიდან მოვიდა ინსტრუქცია, რომ იქნებ სულთანმა ბრძანება გამოსცესო, აღარ გვინდა სახელმწიფოთა შორის შეთანხმებაო. ამაზეც ვარი უთხრეს. მე რუსებმა იქნებ დიპლომატიური ნოტის დონეზე მაინც იყოს, ამაზეც ვარი უთხრეს. ანუ ინგლისელი დიპლომატი სტრატფორდ კანინგის რჩევით თურქები ვარს ეუბნებიან და უსაბუთებენ რომ ამაში არის ლოგიკა, იმიტომ რომ ნებისმიერი დოკუმენტი, რაცა უნდა სუსტი იურიდიული ძალის იყოს, მერე შეიძლება გამოიყენოს მოწინააღმდეგემ შენს წინააღმდეგ რუსეთმა. ანუ რა იგულისხმება? თუ კი მას ექნება ოფიციალურად შენგან მინიჭებული თუნდაც დიპლომატიური ნოტის დონეზე მფარველი სტატუსი ქრისტიანების, ნებისმიერ მომენტში ექნება საშუალება რომ ჩაერიოს შენ შიდა საქმეებში. ანუ ნებისმიერ ქრისტიანს, რომელიც ცხოვრობს თურქეთის ტერიტორიაზე, შეუძლია მიმართოს დახმარებისთვის რუსეთის იმპერატორს, ის გააგზავნოს იჯარს თურქეთში და დაიკავოს სიტყვაზე სტამბოლს. მორჩა ყველაფერი ამით რა სრუტეები მისია. ამ დროს რუსული გადმოსახედიდან, როცა სრუტეებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია პრინციპში და ამ მხრივ რუსეთი თავს იცავს, იმიტომ რომ სამხედრო გემების გატარება მოკლედ შეზღუდულია. როდესაც ის ითხოვს თითქოს ერთის შეხედვით ეს მარტივ რამეს და აწყდება მედგარ წინააღმდეგობას, ეს მისთვის ნიშანია, რომ ესე იგი რაღაცა მასთან სათანამშრომლო განწყობილები არ არიან. რა თქმა უნდა. კი, და ნიშანია იმისი, რომ თურქეთის უკან ვიღაცა დგას და თურქეთის манипуляციას ვიღაცა ეწევ, რაც ესე არის კიდევაც. ანუ ცალკე თურქები ამდენ წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, რომ არა ზურგი. კი, რასაკვირველია. და როცა იწყება როცა გასკდება ეს ყველაფერი დაიწყება დიპლომატიური მოლაპარაკებები და შერიგების ისე ცდელობა რო არის თურქეთის და რუსეთის ვენაში, იმიტომ რომ ავსტრიის იმპერია დაინტერესებული მშვიდობის შეარჩუნებით თურქეთსა და რუსეთს შორის. რატომ? თუ რუსეთი დაამარცხებს თურქეთს და დამატებით ტერიტორიებს წაართმევს, რუსეთი გავა დუნაიზე. დუნაი არის ავსტრიის იმპერიისთვის უმნიშვნელოვანესი. იქიდან გადის გარე სამყაროზე, იქიდან ვაჭრობს. და თუ რუსეთი დამარცხდება თურქეთის წინააღმდეგ ომში, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ არსებობს ვარიანტი, რომ ჩაერიონ სხვები თურქეთის მხარეს და მათ დაამარცხონ სხვები, ინგლისია, საფრანგეთი, როგორც მოხდა საბოლოო ჯამში. მაშინ რუსეთი სუსტდება და თუ რუსეთი იქნება სუსტი, ვიღა დაიცავს მომავალში ავსტრიის იმპერიას ახალი რევოლუციებისგან, როგორც მოხდა უკვე ერთხელ. უნგრელებისგან ავსტრიის იმპერიამ გადაარჩინა. ანუ ავსტრიის იმპერიას უნდა მშვიდობის შეარჩუნება როგორღაც. მიდის ვენაში მოლაპარაკებები. რაღაც კომპრომისს მიაღწევენ და კომპრომისს რომ მიაღწევენ, რომელიც იდეაში ყველას აღწევს, აწყობს. მერე ნესელროდე რუსეთის კანცლერი, საგარეო მინისტრი იძლევა ინტერვიუს და ამბობს, რომ ეს ვენაში მიღწეული შეთანხმება ჩვენი დიპლომატიის გამარჯვებაა. როგორც კი ამას ამბობს, თურქები ვარს ამბობენ ამ შეთანხმების მიღებაზე, შესრულებაზე. ამბობენ, რომ თუ რუსები მიიჩნევენ, რომ მათი გამარჯვებაა და კვლავაც აქვთ საშუალება, რომ ჩაერიონ ჩვენი შიდა საქმეებში ამ ახალი შეთანხმების საფუძველზე, მაშინ ჩვენ არ გვინდა. რუსები შეიყვანენ ჯარს მოლდოვაში და ვალახიაში, ეს არის დღევანდელი რუმინეთის ტერიტორია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა რუსებმა დაამარცხეს თურქეთი 1829 წლების ომში, დაიკავეს ეს ორი ტერიტორია, მოლდოვა და ვალახია. ისე და ისე თანამედროვე რუმინეთი არის, მოლდოვა, ვალახია, ტრანსილვანია. და კავკასიის ფრონტზეც მაშინ დაბრუნდა სამცხე-ჯავახეთი. ხო, მაშინ დაბრუნდა სამცხე-ჯავახეთი, კი ბატონო. აჭარა და ის მოგვიანებით, ხო. ხო და მერე მოგვიანებით, როცა 1833 წელს რუსეთმა მოაწერა თურქეთთან ხელი უნკერიის სკელეში შეთანხმებას, რომელიც აწყობდა მას ძალიან, რომელიც
ავალდებულება თურქეთს რომ დაეკეტა სრუტეები, თუ რუსეთი იქნებოდა ომში ჩაბმული, ისე ნასიამუნები დარჩა რუსეთი ამ შეთანხმებით, რომ მოლდოვა და ვალახიიდან ჯარი გაიყვანა, მაგრამ ამავე დროს მოლდოვა და ვალახია არის იმ პერიოდში რუსეთის პროტექტორატის ქვეშ. და რუსებმა იქ ჯარი შეიყვანეს დემონსტრაციულად. ევროპაში სიტუაცია დაძაბულია. ლუი ნაპოლეონს რო იტყვიან, ხელები ეკავება რომ დაიწყოს რუსეთის წინააღმდეგ ომი, მაგრამ მარტო ამას ვერ ბედავს. სიტუაცია არის დაძაბული და აი აქ ხდება რა? თურქები მიხვდებიან, ეხლა ყველა დეტალს ვერ გავივლით, იმიტომ რომ ელემენტარული სპენელი დაიღლება. ყველა საინტერესო მომენტები უნდა გავიაროთ. თურქები ხვდებიან ამ დროს, რომ აქვთ უნიკალური შანსი რუსეთთან იომონ. არა ერთი-ერთზე, არამედ სხვებიც იყვნენ მათ გვერდით, ევროპული სახელმწიფოები. ამ დროს მით უმეტეს თურქეთში მიდის, განსაკუთრებით სტამბოლში, კონსტანტინოპოლში მიდის დემონსტრაციები რუსეთის წინააღმდეგ, რომ ურჯულოებს ომი გამოუცხადოთ, ამდენი აღარ უნდა შევარჩინოთ და თურქეთი გამოუცხადებს ომს რუსეთს, გადავა შეტევაზე ამ მოლდოვა-ვალახიის ტერიტორიაზე და რამდენიმე რუსს მოკლავენ. ახლა ძალიან საინტერესო მომენტია. თურქები როცა ამას გააკეთებენ, ეს არ მოეწონებათ ევროპელებს, იმიტომ რომ ევროპელები ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ მაშინ, აი ვინ განახორციელა პირველი გასროლა, ვინ დაიწყო ომი და როცა თურქები ამას აკეთებენ, ისინი კარგავენ რეალურად ევროპელების მორალულ მხარდაჭერას, რომ რატო პირველი გასროლა მათ განახორციელეს, მაგრამ მერე რუსები ამას პასუხობენ არაპროპორციულად. დაესხმებიან თავს თურქების ფლოტს შავი ზღვის სანაპიროზე სინოპში და გაასწორებენ მთლიან მიწასთან. ანუ ისინი როცა უპასუხებენ არაპროპორციულად, აი იქ უკვე თურქები იბრუნებენ ევროპელების მორალურ და პოლიტიკურ და ასე შემდეგ მხარდაჭერას. და ამის მერე უკვე შედიან ფრანგული და ინგლისური ორივეს ფლოტი შედის ჯერ დარდანელის სრუტეში და მერე ბოსფორის სრუტეში შედის. შედიან შავ ზღვაში, იმიტომ რომ თურქეთს უფლება აქვს გახსნას სრუტეები, იმიტომ რომ ომშია ჩამული. იმიტომ რომ ხო, ერთადერთი შემთხვევა, როცა საშუალებას იძლევა რომ შევიდეს სხვა გემები, არის რუსეთი დაარტყამს თურქეთს. კი, თურქეთი არის ომში უკვე ჩართული ომში რუსეთთან და მათაც თურქეთს ეძლევა უფლება რომ გახსნას სრუტეები, შემოდიან შავ ზღვაში ფრანგები და ინგლისელები. სანამ ეს მოხდება, მანამდე ლუი ნაპოლეონი მიმართავს წერილით, ღია წერილით ნიკოლოზს, წერილში წერია რომ შენს ხელში ეკლავოთ შვიდობა გაიყვანე ჯარები მოლდოვა და ვალახიიდან დაუბრუნდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას და ასე შემდეგ. და სხვა შორის ძალიან საინტერესოა რომ წერილის ბოლოს ლუი ნაპოლეონი მიაწერს თქვენი მეგობარი. არა თქვენი ძმა, არამედ თქვენი მეგობარი, რომ ძველი შეურაცხყოფა ახსოვს. ნიკოლოზ უპასუხებს ასევე ღია წერილით, რომელიც შინაარსი დაახლოებით ეგეთია, რომ თუ ვინმე დაესხმება, გაბედავს და დაესხმება თავს რუსეთს, აღმოაჩენს რუსეთი ისეთივე ძლიერია, როგორც იყო 1812 წელს. ანუ როცა ბიძამისი დიდი ნაპოლეონი დაესხა თავს რუსეთს, ამით იმიანიშნია, რომ ხა ბიძამის ფერვერი ვერ დააკლო რუსეთს და ხა შენ საერთოდ სად მოძრები, ხო? ეგეთი ის არის. და მანაც ხელი მოაწერა თქვენი მეგობარი, ესე მოაწერა ხელი. ანუ ეს ბოღმა მუშაობს ძალიან სერიოზულად. ნუ როგორც კი შავ ზღვაში შემოდის რუსეთზე ორი უფრო ძლიერი სახელმწიფო, უფრო ძლიერი საზღვაო სახელმწიფო ინგლისი და საფრანგეთის, რუსეთს ცხადია უკვე ზღვაზე შანსი არ აქვს და ამიტომაც იწყება ომი ყირიმში. ყირიმში ომი იწყება, რაც არის ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი, რომ არ უთყამენ რაღაცა იქიდან არ მიიწევენ ევროპიდან, შეუძლებელი იქ უნდა გაიარონ ავსტრიის და პრუსიის ტერიტორია და ისინი ნეიტრალურები არიან ამ ომში, ანუ იქიდან ვერ დაარტყამენ, ამიტომაც ომი იწყება ყირიმში. აი აქ უშვებს ავსტრიული დიპლომატია, რომელსაც არ ყავს მეტერნიხი, აღარ ყავს მეტერნიხი, ძალიან სერიოზულ შეცდომას. რუსეთს ამ დროს ჯარი ყავს შეყვანილი თანამედროვე რუმინეთის ტერიტორიაზე, როგორც ჩვენ ვიცით, ეს რა თქმა უნდა არანაირად არ აწყობს იმას ავსტრიას, იმიტომ რომ დუნაი იქვეა და ავსტრიის იმპერია ულტიმატუმის ფორმით მიმართავს რუსეთს, რომ გაიყვანოს ჯარი იქიდან. სისულელე, კატასტროფული სისულელე ავსტრიელებისთვის, იმიტომ რომ რუსებს მიაჩნიათ, რომ ავსტრია მათთან ვალშია, როცა უცებ ავსტრია მათ ულტიმატუმით მიმართავს, ცხადია, ძალიან მძიმე შეურაცხყოფაა მათთვის, მით უმეტეს რომ რუსეთს მალე მაინც მოუწევდა იქიდან ჯარის გაყვანა, რომ დაეცვა ყირიმი. გაიყვანს ჯარს იქიდან, ყირიმის დაცვა იწყება. იწყება ყირიმში უმძიმესი ომი, მაგრამ აი ეს ბოღმა ავსტრიელების რაც აქვთ რუსებს მოყოლებული იქიდან, არ გაუნელდებათ მანამდე, სანამ ავსტრიის იმპერია არ დაიშლება პირველი მსოფლიო ომის შედეგად. ბოღმა აქვს საშინელი მე ნახევარ საუკუნეზე მეტი. ნუ ყირიმის ომმა გამოავლინა, რომ რუსეთი ხანდახან სუსტია ხოლმე, რეალურად უფრო მეტად სუსტი ვიდრე თავიდან ჩანს. ახლა ჩვენ ხო გვახსოვს ნაპოლეონი რატომ დამარცხდა რუსეთში, რომ შევიდა ეს უგზოობა და ვერ გამოყვება თავის ჯარი და ასე შემდეგ. ხო და როცა რუსეთს უწევს ომი ყირიმში, ანუ თავის იმპერიის პერიფერიაზე, უწევს თვითონ მოამარაგოს ჯარი და უჭირს მომარაგება ჯარის, იმიტომ რომ უგზოობაა საშინელი. ყირიმამდე არ არის მიყვანილი არანაირი რკინიგზა, გზებიც არაა წესიერი.
და ჯარი ვერ მარაგდება, ლოგისტიკა ვერ მუშაობს ესიერად. ეს ერთი, მეორეც კორუფცია. ქაღალდზე ეწერათ, რომ გამოიყვანოთ ბილიონნახევრიანი არმია, ვერ გამოიყვანეს ამდენი. საბოლოო ჯამში ვერ იომეს ისე, როგორც მათგან ელოდნენ. დაიწყო ყირიმში, მაინც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გაუწიეს სერიოზული, მიდიოდა ყირიმში საკმაოდ დიდხანს ომი, ამ ომში განსაკუთრებით თავი გამოიჩინეს ფრანგებმა, საბოლოო ჯამში მათ აიღეს სევასტოპოლი და ამას გამოიწვია ის, რომ მე სამშვიდობო კონფერენცია როცა ის ომი დასრულდა, გაიმართა, რა თქმა უნდა, პარიზში. და გადამწყვეტი სიტყვა სამშვიდობო კონფერენციაზე ეთქონდა თვის, რა თქმა უნდა, ფრანგებს. ძალიან საინტერესოა ომის დროს ყირიმში უცებ გამოჩენა სარდინიის ჯარების. სარდინია არის ერთ-ერთი იტალიური სახელმწიფო, იტალია მაშინ დაშლილია. რა უნდა სარდინიას ახლა ყირიმში ვიკითხავთ, ხო? ლოგიკური აბსოლუტურად სადმიძვრებიანი. სარდინიას ჰქონდა უკვე მაშინ 1858 წლის რევოლუციების დროს ამბიცია იტალიის გაერთიანების. და მან მოინდომა იტალიების გაერთიანება ავსტრიასთან იომად ამაცხდა. სარდინიას არ დავიწყებია ეს თავის ამბიცია და ოცნება რომ იტალია გაერთიანოს. და რო უყურებ სარდინია რომ ხა იქ ომი მიდის, ფიქრობს რომ მე რაღაცნაირად უნდა მოახერხო, რომ აღმოჩნდე ისტორიის ორ მხარეს, ანუ გამარჯვებულის მხარეს, რომ რაღაცნაირად მათ გვერდით ვიყო. ანუ მე უნდა ვიყო ვის გვერდით, ინგლისის და საფრანგეთის. რომ მე იქნებ ესენი დამეხმარონ მე იტალიის გაერთიანებაში. ამიტომაც მე იქ ჯარი უნდა გავუშვა. ამიტომაც სწორედ ამ მოტივით გზავნის სარდინიის პატარა სამეფო იქ ჯარს ყირიმში ომობს, გადამწყვეტი როლი თქმა უნდა ვერ ითამაშეს, მაგრამ იქ დაფიქსირდნენ ძალიან საინტერესოა და ისე როგორც ვენის კონგრესს მიეძღვნა ძალიან საინტერესო ნახატი, ასევე მე პარიზის სამშვიდობო კონგრესს, რომელიც გაიმართა ყირიმის ომის დასრულების შემდეგ, მიეძღვნა ძალიან საინტერესო ნახატი. იმ ნახატზე არიან რა თქმა უნდა ფრანგები, რუსები, ინგლისელები, თურქებიც და იტალიის კანცლერი, ბოდიში იტალიის არა, სარდინიის კანცლერიც გამოჩნდა იმ ნახატზე. კიდეშია მიხატული, მაგრამ ამისულონია, ანუ სარდინიის კანცლერი დაფიქსირდა დიდი სახელმწიფოების გვერდით სამშვიდობო კონფერენციაზე. აი ეს მოიტანა იქ ჯარის გაგზავნამ, თავის გამოჩენამ ისტორიის სწორ მხარეზე დადგომამ, ესე მოხდა. და კიდევ ერთი ძალიან სწორი გათვლა, რომელიც ჰქონდა სარდინიის კანცლერს კაურს, იყო ის, რომ სანამ რუსეთი არის დაუმარცხებელი, მანამდე ალბათ იტალია ვერ გაერთიანდება. იმიტომ რუსეთი როგორც სტატუს-კვოს ბურჯი არ დაუშვებს იტალიის გაერთიანებას, კი არა ზოგადად ევროპის რუკის ცვლილებას არ დაუშვებს, ანუ ის უნდა დამარცხდეს ყველა ვარიანტში. მაშინ აზრი არ აქვს. იმიტომ რომ მათ უკვე ნახეს როგორ დაუჭირა რუსეთმა მხარი ავსტრია, რომელიც ფლობს ამ სამფლობელოებს. ავსტრიას დაუჭირა მხარი და არ დაუშვა გერმანიის გაერთიანებას. ასევე. ანუ მან არ დაუშვა ევროპის რუკაზე ცვლილებები რუსეთმა, იმიტომ არ აწყობს, იმიტომ რომ ის არის გამარჯვებული 1815 წლის და მაშინდელი რუკა აწყობს შენარჩუნდეს ისე და ისე. ხო, თან ეხლა შენ წარმოიდგინე, სად არის სარდინია, მას პირდაპირ მithumedes ზომში ჩაფლული რუსეთისგან არ ემუქრება არანაირი საფრთხე ხა საფრთხე. არანაირი, ხო, ქვემოთაშუა ზღვაში რაღაც ადგილას და მას აქვს რაღაც შანსი რა, უნიკალური, რომ თუ მისი გეგმა ვერ შესრულდა, არაფერს არ კარგავს, თუ არა და შეიძლება რაღაცა კომბინაცია რუსეთმა რომ გაიმარჯვოს რუსეთმა მას ვერაფერს ვერ დაუშავებს. დაახლოებით 4 წელი მიდიოდა, ხო ეს ომიც და როგორი იყო ამის სამხედრო შედეგი, იმიტომ რომ ფაქტია რომ თუ კი რუსეთი დიპლომატიური მომენტი არ დაგამორჩით მე გადავდოთ სამხედროზე. ერთი დანიშნულოვანი დიპლომატიური მომენტი ვენაში გრძელდებოდა დიდხანს მოლაპარაკებები. ავსტრია დიდხანს ინერცია. პარალელურად. კი. ვენა ნეიტრალურია მაინც და რა თქმა უნდა ფრანგების ცდილობენ რომ ჩაითრიონ ავსტრია მათ მხარეს, მაგრამ ავსტრია დიდხანს ცდილობს რომ ომში არ ჩაებას. მიუხედავად იმისა რომ ულტიმატუმი წაუყვანეს და ჯარი გააყვანიეს რუმინეთის ტერიტორიიდან, ომში მაინც არ ებმებიან. ამიტომაც ვენაში გრძელდება მოლაპარაკებები და ვენაში ამ დროს რუსეთის ელჩი არის გორჩაკოვი. მათი ალბათ უნიჭიერესი დიპლომატი ყველა დროის, რომელიც მე ხდება კანცლერი საგარეო მინისტრი ყირიმის ომის შემდეგ. და ვენაში რუსების მონაწილეობის გარეშე, თქვათ, შეიმუშავებენ დოკუმენტს 4 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა, რომელიც გულისხმობს შემდეგ რაღაცეებს. პირველი რუსეთმა ვარი უნდა თქვას თანამედროვე რუმინეთის პროტექტორატზე, რომ აღარაა მათი პროტექტორი მოლდოვას და ვალახიის. პირველი დუნაიზე მოძრაობა უნდა იყოს თავისუფალი და შეუზღუდავი, ანუ ისე და ისე რუსებმა ცხვირი არ უნდა ჩაყონ. მესამე, რუსებმა ვარი უნდა თქვან პრეტენზიაზე, რომ იყვნენ ფარველები, დამცველები თურქეთის იმპერიაში მცხოვრები ქრისტიანების და იყო ერთი პუნქტი, რომელიც იყო განსაკუთრებით მძიმე და მტკივნელი რუსებისთვის და ამიტომაც აი ამ ბოლო პუნქტის გამო რუსები არაფერთ არ უერთებოდნენ ამ 4 პუნქტიან გეგმას. ეს ამბობდა შემდეგ რაღაცას, ეს პუნქტი. სრუტეებში მოძრაობის წესები, ეს კონვენცია, ჩვენ ვიცით, რომ მშვიდობის დროს დაკეტილია სრუტეები. უნდა გადაესინჯოს ევროპაში მშვიდობის ინტერესების მიხედვით. ძალიან ბუნდოვანი ფორმულირებაა, რას ნიშნავს,
როგორ ესე თქვა, საიდან მოუვებენ ყურს მე გამარჯვებული სახელმწიფოები ან ამან არავინ არის, ამას ამ პუნქტს არავინ არის, ამიტომ რუსები არ აწერენ ხა ხელსა მოთბულთიან გეგმას. ხოლმე მოგვიანებით როცა უკვე ავსტრია და პრუსიაც თხოვენ რუსებს რომ იქნებ რაღაც საქმნად თორე ჩვენ მოგვიწევს ომში ჩაბმა, რუსები ესე თქვა, როგორც სამსჯელო სადისკუსიო გეგმას ისე მოაწერენ ხელს. არ უერთებიან. როგორც დღის წესრიგს. არ უერთებიან, მაგრამ მოვადიოდი ამაზე ვიმჟეოდ, ეგ შეუერთებიან და აი ამ პუნქტის გარშემო მომიდის ბრძოლა, რომ ეს პუნქტი რას ნიშნავს. როგორ შეიძლება მე მოგვიანებით იყოს ინტერპრეტირებული, იმიტომ რომ შეიძლება ინგლისმა თქვას, რომ ეს პუნქტი ისე მესმის ჩემო ძმაო, რომ რუსეთს საერთოდ ყირიმინო წავართვათ. იმიტომ რომ ეს არის მშვიდობა ევროპაში, ხო? მიდი ურჩი, თუ გამარჯვებულია ომში, მოგახოს თავს. ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ შავი ზღვის აუზის მნიშვნელობაზე რუსეთის უსაფრთხოებისთვის და როგორც სრუტეების გაკონტროლება რუსეთს პრაქტიკულად მოუწყლად ხდის და შავ ზღვას თლიანად მას აკონტროლებინებს, საპირისპიროდ იგივე ფუნქცია ყირიმს. თუ ყირიმს რუსეთი არ ფლობს, ის პრაქტიკულად შავ ზღვას საერთოდ ვერ აკონტროლებს. საერთოდ, მოწყვეტილია მეტწილად, იმიტომ რომ ეხლა ხომიდის საუბარი იმაზე, რომ აი რუსები ყირიმიდან გამოაძევეს და ოჩამჩირეში აშენებენ ბაზას, სისვლელი ოჩამჩირეში ვერ აშენდება ისეთი ბაზა, როგორც არის სევასტოპოლში. არ უწყობს ხელს არანაირად სიღრმე პორტის და ხო, თან ამ ნახევარკუნძულის მდებარეობა ამ ზღვაში პრაქტიკულად ხდის სრულიად. ლამისეთ მეოთხეს ფარავს ჩვეულებრივად, ხო? მეც ალბათ ეხლა გაითვალისწინოთ თანამედროვე ტექნოლოგიები. ხო და აი ამ 4 პუნქტის მიდის გარშემო მიდის ბრძოლა და ასე შემდეგ. ერთ-ერთი სახელმწიფო, რომელიც ბოლომდე ესე ვთქვათ, პირნათელი დარჩება რუსეთის წინაშე ომის დროს, რომელიც არ განაწყენებს რუსებს, ეს არის პრუსია. რაც მერე დაეხმარება ბისმარკს გერმანიის გაერთიანებაში. რუსეთის მიმართ კეთილგანწყობა, რომ რუსებს კარგად ახსოვს, როგორ იქცეოდა პრუსია ყირიმის ომის დროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე უფრო მძიმედ დამახსოვრდება რუსებს ავსტრიის აქციელი. იმიტომ რუსებისთვის ინგლისი, მოწინააღმდეგეა, საფრანგეთის მოწინააღმდეგეა მტერია, მაგრამ ავსტრია რომ მიაჩნდათ მეგობრად და მან რომ ულტიმატუმებით მიმართა, ეს არ დაუვიწყეს. ერთია, თქვენ მას მტერი, მეორეა მოღალატე, ხო, ეს დამოკიდებულებაა ძალიან სერიოზული და ომი როგორ მთავრდება ბოლოს. ავსტრია ჯერტი ავსტრიელები შეაშინა იმ ფაქტმა, რომ ყირიმში გამოჩნდა სარდინიის არმია. ეს რას ნიშნავს? რომ სარდინიამ შეიძლება მიიღო რაღაც მხარდაჭერა საფრანგეთისგან, რომ ოდესღაც ის იტალიას გაერთიანებს, მათ შორის იტალიურ ტერიტორიებს წართვებს ავსტრიას. ფრანგებმა კი მისცეს ავსტრიას გარანტია, რომ შენ იმპერიას არ შეეხებაო, მაგრამ მაინც შეეშინათ ავსტრიელებს, რომ მოიცა სარდინია გომობს და მაინც რაღაცაში არ იყოს საქმე. ეს ერთი და მე მოგვიანებით გაიგეს ავსტრიელებმა, რომ ჩუმად მიდიოდა მოლაპარაკება ფრანგებს და რუსებს შორის. ეს რო გაიგეს შეეშინა ძალიან სერიოზულად. გააწყვეტეს რომ ძალიან დიდხანს შეინარჩუნეს ნეიტრალიტეტი და ამით გაიფუჭეს ურთიერთობა ფრანგებთან და ინგლისელებთან და რუსებს ახალი ულტიმატუმით მიმართეს. უთხრეს რომ თუ არ მიიღეთ ბოლოს და ბოლოს ამ პუნქტებს ჩვენ ჩავერევით ომში. ამ დროს რუსეთში უკვე მეფედ არის ალექსანდრე მეორე, ნიკოლოზ პირველი გარდაიცვალა. გარდაიცვალა ალბათ ფილტვების ანთება დაემართა. იმიტომ რომ მას ჰქონდა ერთი უცნაური ჩვევა, რომელთაც ძალიან ამაყობდა. ეძინა არა რაღაც კომფორტულად ლოგინში, არამედ რაღაც წამოწევოდა რაღაც მაგარ დივანზე და მოიფარებდა ჯარისკაცის იმას, ტულუპს. ანუ ესეთი თავის ორგანიზმს იკაჟებდა თავის ჯანმრთელობას ამით. როგორცაც გაცივდა ელემენტარულად და ფილტვების ანთებით გარდაეცვალა და რაღაც ვერსიები რომ თავი მოიწამლა, იმიტომ რომ ვერ აიტანა ომში დამარცხება და ამცირება და ასე შემდეგ ღმერთმა უწყის. არ გაუკვეთოთ მე მისი გვამი და ამიტომაც შეთქმულება რჩება დღემდე რომ თავი მოიწამლა. და სიტყვის წინ თავის შვილს უთხრა მემკვიდრეს ალექსანდრე მეორეს რომ შვილო დაიმახსოვრე ეს უნდა გეჭიროს რუსეთიო. თუ გაუშვებ ხელს ოდნავ დაინგრევა ყველაფერიო. აი ეს რჩევა გორბაჩოვმა ვერ გაითვალისწინა მაგალითად შეიძლება ითქვას ხო? რომ ესე უნდა ყოფილიყო დაჭერილი იმპერია თუ ისე დაინგრეოდა. ალექსანდრე მეორე ადის ტახტზე და მერე უკვე მოდის მოგვიანებით ეს ავსტრიული ულტიმატუმი და ავსტრიელები ამბობენ რომ ჩვენ ეს პუნქტი რომელიც გულისხმობს დუნაის მოძრაობის თავისუფლებას გვესმის შემდეგნაირად რომ რუსეთმა უნდა დათმოს ბესარაბია. თანამედროვე მოლდოვა რაც არის. ეს არის ბესარაბია პლუს ტრანსნისტროვი. და როცა ეს ომი დამთავრდა, რუსეთმა დაკარგა ეს ტერიტორია, თანამედროვე მოლდოვას ეს ნაწილი ბესარაბია დაკარგა, დანარჩენი აფერი დაუკარგავს. როცა ახლა ულტიმატუმით მიმართა ავსტრიამაც, რუსეთმა თქვა რომ კი ბატონო, რა ვქნათ, ორი ვარიანტია, ან ომს ვაგრძელებთ და ომის გაგრძელება რუსეთისთვის იყო ძალიან მძიმე, იმიტომ რომ ძვირი უჯდებოდა უკვე ძალიან. დაარტყა ძალიან ომმა ვალუტას, რუბლს ძალიან სერიოზულად დაარტყა. ან მეორე ომს წვეთ, რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მძიმე დარტყვა ჩვენს პრესტიჟზე, მაგრამ რა ვქნათ? რომელი ჯობია ამ ორი ცუდი გამოსავლიდან
ნაკლებად ცუდი უნდა ავირჩიო. ნაკლებად ცუდი იქნება, რომ დარტყმა პრესტიჟზე, ვიდრე გამომწყვეტელი რაღაცა, დაუსრულებელი ომის გაგრძელება, დარტყმა ეკონომიკაზე და ასე შემდეგ. და მოდი მივანდოთ ყველაფერი აწი ჩვენ დიპლომატებს. იმათმა უნდა ივარგონ. ამ დროს ეს სამხედრო მიღწევა რა არის? ყირიმის ნახევარკუნძული მთლიანად დაკარგულია აქვთ? არა, ყირიმის სევასტოპოლი არის ფრანგები. მთლიანი ნახევარკუნძული ცხადია ვერ წაართვეს, ესე მარტივი არაა. ახლა პერიკო გახვიდე პერიკობამდე, ხო? ესე ვერ მოხდება. ინგლისელებს უნდათ პრაქტიკულად მთლიანად მოიგლიჯათ რუსებისთვის ევროპული ტერიტორიები, კავკასიაც კი. კავკასია უნდა წაერთმიან და მიეცა თურქეთისთვის, საქართველოს ჩათვლით ცხადია. პოლონეთს უნდა მიეცათ იქ რაღაცა ავსტრიისთვის, ბალტიისპირეთი იქ, პრუსიისთვის, ფინეთი, შვედეთისთვის და ასე შემდეგ. გეგმა ქონათ რა. რუსეთი გაედევნათ საერთოდ ევროპიდან, კავკასიიდანაც კი, შეედევნათ რაღაც აზიაში. და მით უმეტეს თუ სევასტოპოლი გაქვს, შავი ზღვისგანაც მოწყვეტილი ყავს რუსეთი. ნუ იქ უნდათ რომ საერთოდ სევასტოპოლში მომხდარი იყო დემონტაჟი ფორტიფიკაციების. ეს იყო ინგლისელების გეგმა. მაგრამ ეს გეგმა არ გაიზიარა ლუი ნაპოლეონმა, მან მიაღწია თავის თავარ მიზანს. საფრანგეთი დააბრუნა დიდ ავიაციაში, მოდი ესე ვთქვათ, საფრანგეთმა დაამარცხა რუსეთი და დაფიქსირდა შედეგად, რომ საფრანგეთი არის ევროპის კონტინენტის ნომერ პირველი მოთამაშე, იმიტომ რომ მან დაამარცხა სტატუს კოს ბურჯი რუსეთის სახით. საფრანგეთს უნდა გამარჯვება და არა ისეთი გამარჯვება, რომელიც საბოლოო ჯამში ინგლისს გაუშლის ფრთებს. აი ზუსტად ეგ მომენტი არის, ანუ მან თავისი დაამტკიცა და თუ ეხა ძალიან დაასუსტებს რუსეთს, მაშინ რუსეთი ვეღარ შეუქმნის პრობლემებს ინგლისს და ინგლისი ძალიან გაძლიერდება და ეს მაშინ არაფერში არ აწყობს. შემდეგ გაუსეონთ, როცა ნაპოლეონი რუსებმა დაამარცხეს, ნაპოლეონი გადის რუსეთიდან თავისი არმიასთან ერთად, ნარჩენებთან ერთად იღებს უკან, კუტუზოვი ეუბნება იმპერატორ ალექსანდრე I-ს, რომ დავანებოთ თავი, როგორც კი ეს კაცი დატოვებს რუსეთს, შევეშვათ, დაუტოვოთ ინგლისს, დაუჭამიეთ ერთმანეთი. თუ ჩვენ ახლა ნაპოლეონს დავამარცხებთ, ინგლისი ძალიან გაძლიერდება და რა თქვინდა? ანუ ეს ბალანსის ამბავია ელემენტარული, ხო? ხო და მოკლედ ეს გეგმა, რომელიც ქონდათ ინგლისელებს, ნაპოლეონს არ მოეწონა და მე არც განეხილა სერიოზულად. გაიმართა სამშვიდობო კონფერენცია, როგორც ვთქვით, თქონდა პარიზში და სამშვიდობო კონფერენციაზე გაუშვეს არლოვი იყო ეს ადამიანი, ვინც მანამდე მოაწერია ხელი თურქეთს უნკერისკელესის შეთანხმებაზე, რომელიც გულისხმობდა, რომ თურქები კეტავდნენ სრუტეებს თუ კი იქნებოდა რუსეთი ჩართული ომში. და არლოვმა ძალიან კარგი წინასწარი სამუშაო გასწია კონფერენციის დაწყებამდე. მოახერხა შეხვედრა თვითონ ლუი ნაპოლეონთან. და როცა ესაუბრა მას სხვა თემებზე, საუბარში ლუი ნაპოლეონის ესე ვთქვათ მიერ ლუი ნაპოლეონის კომენტარებიდან, რეაქციებიდან გამომდინარე მიხვდა, სადამდე იყო საფრანგეთი წამსვლელი. ანუ რამდენად დაასუსტებდა, რამდენად უნდა საფრანგეთს დასუსტება რუსეთის. იქ სიტყვაზე იყო ერთი მომენტი. ეს პუნქტი, რომელიც გულისხმობდა სრუტეებში მოძრაობის წესების გადასინჯვას, მის ინტერპრეტაცია ხო შეიძლება სხვანაირად. ინგლისელების უნდათ რომ ყოფილიყო რა რუსებს აგრძელოდათ იქ ფლოტის ყოლა, ეს ერთი მინიმუმ და მეორე ყოფილიყო ის, რომ მთელი ფორტიფიკაციები, რაც ჰქონდა რუსეთს შავი ზღვის სანაპიროზე, მათ შორის ყირიმში, უნდა დანგრეულიყო. აი ეს იყო. ნუ, როცა ესაუბრებოდა არლოვი ლუი ნაპოლეონს, შეატყო, რომ ლუი ნაპოლეონი არ იყო წინააღმდეგი რუსებს შეინარჩუნებენ ფორტიფიკაციები შავი ზღვის სანაპიროზე. მაგრამ როცა სამოუდო საუბარი იმაზე, რომ აი რუსებს ხო ჭირდება შავ ზღვაზე ფლოტი, ლუი ნაპოლეონის რეაქცია არ იყო მანდამაინც კარგი. და არლოვი მიხვდა, რაში უნდა ქონოდა მას ფრანგების ხარდაჭერის იმედი კონფერენციის დროს, და რაში არ უნდა ქონოდა. და როცა კონფერენცია დაიწყო, წინასწარ იცის, რაში გამოყვებიან ფრანგები, მე რაში გაყვებიან ინგლისელებს. რაშიც მიყვებიან ფრანგები ინგლისელებს წინასწარ იცის, იქ არ ჯიუტება თმობს. და რაშიც იცის, რომ არ გაყვებიან ფრანგები ინგლისელებს, იქ ჯიუტდება იბრძვის ბოლომდე და ბოლოს თავისი გააქვს. ამიტომაც პრინციპში ეს ომი რო დასრულდა, სამშვიდობო კონფერენცია დასრულდა, რუსეთს ეხა დანაკარგი რა ქონდა, ყველაზე მძიმე. ყველაზე მძიმე იყო ის, რომ მას აეგზალა შავ ზღვაზე ფლოტის ყოლა, მაგრამ პლუს ამას მოხდა შავი ზღვის სრული ნეიტრალიზაცია. ასევე თურქებს აეგზალათ იქ ფლოტის ყოლა, რუსებს დარჩათ შავ ზღვაზე ფორტიფიკაციები, და რაც თავად იყო რუსებისთვის, თვითონ სრუტეებში მოძრაობის წესი დარჩა იგივე. ანუ თურქეთი თუ არის თურქეთს თუ აქვს მშვიდობა, შავ ზღვაში ვერავინ ვერ შემოვა. ანუ ეს შეინარჩუნეს. ტერიტორიული დანაკარგი ბესარაბია, ანუ თანამედროვე მოლდოვას ნაწილი. არა მანდამ ეს დიდი ხუცეს იმპერიისთვის. ეხა ბესარაბიის წართმევაზე რატომ მოიკლა თავი იმან ავსტრიის იმპერია მარტო მიზეზის გამო. ბესარაბია, ანუ თანამედროვე მოლდოვა არის დუნაის რაღაცა დელტას აკონტროლებს. ავსტრიას უნდა რომ მთლიანად დუნაიდან განედევნა რუსეთი. ხო, იქ არ ქონოდა გავლენა. ხო, არანაირი. და იყო საბოლოო ჯამში მან მიაღწია ყირიმის დეოკუპაციას, ყირიმიდან გავიდნენ და ამის სანაცვლოდ თვალსწრაფი კავკასიაში მანამდე მონაპოვარებად დაუთმო. კი, დარჩა ყველაფერი კავკასიაში.
ის კი არა ომის დროს რაღაც ტერიტორია წაართვა თურქეთს, მაგრამ ის დაატოვებინეს. მაგას ვიძახი, კონტრიბუცია მოხდა გაცვლა. კი, გასვლა მოხდა, კი. ის დაატოვებიეს სამაგიეროდ თურქის იმით დაუტოვეს, კი. ხო. კონტრიბუცია არ დაეკისრა. რუსეთმა ბოლოს კონტრიბუცია როდის გადაიხადა, მე მართლა აღარ მახსოვს ისტორიაში, როდის იყო ბოლოს ეგეთი მომენტი. ანუ ყველაფრის მიუხედავად საკმაოდ მშრალად გამოძრა, ოღონდ ყველაზე უფრო მძიმე დანაკარგი მისთვის, როგორც ესე ვთქვათ, იმპერიისთვის იყო ის, რომ აიგზავნა შავ ზღვაზე ფლოტის ყოლა. პრესტიჟი თავის ომში დამარცხდა, ხო? როცა ყველა ელოდებოდა, რომ ამ მონსტრს ვინას მოუხერხებს, მაგრამ აი გამოჩნდა, რომ მონსტრს ჯერ როცა ებრძვი მოსკოვზე კი არ უნდა გაეწიო, პერიფერიაზე უნდა ეუბნო, იმიტომ რომ პერიფერიაზე ომი უჭირს, თვითონ მომარაგოს იქ თავისი ჯარი და მომარაგება უჭირს, იმიტომ რომ გზები არ აგწეს, სირიჭკინი გზა არ აქვს განვითარებული. ეს ამისი პრობლემა და სიზუსტე. მაგრამ შენ თუ შეძროე მის სიღრმეში, ნაპოლეონი ხარ თუ ჰიტლერი, უკვე შენი საქმეა წასული. აი ესე გამოდის, მასთან ომი ესე უნდა აწარმოო თუ მე გაირგვა. მოყოლებული შავი ზღვა ამიტომაც არის და მნიშვნელოვანი რომ ერთის მხრივ ექცევი რუსეთის სიღრმეში, ეხლა წარმოიდგინე რომ ფლოტმა შეაღწიოს აზოვის ზღვაში, მას უწევს ამ პერიფერიაზე ბრძოლა, შენ კი ადვილად ამარაგებ ამას ზღვით უკვე, ხო? ამიტომაც უნდა იყოს შავი ზღვა რუსეთის. ხო, ანუ ინგლისელები ზღვიდან მარტივად ამარაგებდნენ. ზღვიდან მომარაგება გაცილებით მარტივი იყო ინგლისელებისთვის, ვიდრე რუსებისთვის. მოსკოვიდან და პეტერბურგიდან მომარაგება ძალიან რთული იყო გაცილებით. ესე მოხდა, ამიტომაც წააგეს ლოგისტიკის გამო წააგეს საბოლოო ჯამში ყირიმის ომი. ლოგისტიკაა, ხო, როგორც ნაპოლეონი ამბობდა, ომში არის მთავარი ლოგისტიკა. ანუ და მოყოლებული იქიდან მარტივი ორი მთავარი ფუნქცია იყო. პირველი ფუნქცია იყო ამ მიზანი უფრო სწორედ რომ დაებრუნებიათ შავ ზღვაზე ფლოტის ყოლის უფლება, რაც მოახერხეს მოგვიანებით. მეორე იყო ცხადია რომ კიდევ ერთხელ ეუმათ თუ დაემტკიცებიათ რომ არ იყვნენ ესეთი ჯაბანი როგორც იტყვიან და 20 წელიწადში ეს მოახერხეს ზუსტად. დაბრუნდნენ თურქეთთან კიდევ ერთხელ ომის ამჯერად დაამარცხეს. საინტერესო ერთი მომენტი არ გამორჩეს. პარიზის კონგრესის შედეგად თურქეთის იმპერიას ამჯერად ევროპა მისცა ტერიტორიული ხელშეუხლობის გარანტია. ზუსტად 20 წელიწადში თურქეთს ეომა რუსეთმა და დაამარცხა კიდევ ერთხელ. არ იმუშავა ამ გარანტიამ არანაირად. მსგავსი გარანტიები საბოლოო ჯამში როგორც აღმოჩნდა ფრატინა ქაღალდია მაინც რა. საბოლოო ჯამში. ისინი მუშაობს მანამდე სანამ ვინც მოაწერა მას ხელი მისი შესრულების უნარი და სურვილი გააჩნია. ხო, ეს საინტერესოდ ხსნის დღევანდელ ვითარებას, რატო არის ესეთი მძიმე უკრაინაში ომი და იქ რატო მიიწევს ესე ნელა რუსეთი წინ და თითქმის ვერ მიიწევს, მით უმეტეს რომ ესეც ერთგვარად პროქსი ომი იქ ევროპელები არ იბრძვიან უკრაინელების ხელით, ხო და ეს კიდე პრინციპში ჩვენ გვაძლევს მინიშნებას, რომ აი ამ ძალიან მძიმე ფასად მოპოვებულ თითო გოჯს სავარაუდოდ ძალიან რთული იქნება რომ რუსეთმა მე ეს დათმოს. აი ყურეთი მომენტი ეხლა, როცა მოლდოვა და ვალახიაში ჯარი შეიყვანა 1829 წელს და მე გაიყვანა მოგვიანებით. მე ალბათ ინანა გაყვანა ფაქტია. იმიტომ როცა მე შეიყვანა ყირიმის ომის დაწყების წინ, ამას მე ომი მოყვა. ხო, ასე რომ ეხლა როცა ეგეთი რაღაცები ახსოვთ, თუმცა სამნერო შევლენ ეს მარტივად იქნა არ გავლენ თუ არ დაამარცხეს და ძალით არ გაიყვანეს. ანუ მისი გაყვანის ერთ-ერთი ვარიანტი, გამომდინარე მისი ისტორიული მეხსიერებიდან, არის ის რომ დაამარცხო და აიძულა გაყვანა სხვა არაფერი. თვითონ ეს მარტივად არ გავა. იმიტომ რომ ახსოვს რომ აი რო გავედი მე ნახე რა მოხდა, რამდენი მაგალითი აქვს ამის. ერთ-ერთი მაგალითი მხოლოდ ეს მოლდოვა-ვალახიიდან ჯარის გაყვანა. თან უახლესი მეხსიერება ეს არის 90-იანი წლები, როცა თქვა გამოვიდა აღმოსავლეთ გერმანიიდან ამ შემდეგ და ბოლოს აღმოჩნდა იქ რომ ნატოს შევიყვანეს. ხო, მისი პრეტენზიები მე არავინ აღარ მოისმინა და აი ნატოს გაფართოვება მიიღო. იქ რო ყოვდა ჯარი ნატოში ვერ შევიდოდნენ ფაქტია, ეგ არის. ხო და ამიტომაც ეს მარტივად არ გავა. მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში ასე მთავრდება ყირიმის ომი და ამ ყირიმის ომის შედეგად როცა ახლა შენ თქვი რომ პარიზის კონფერენციაზე პრინციპში რუსეთი კიდევ იოლად გამოძრა, უარესად შეიძლებოდა. როგორ შეიცვალა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა და რა ვითარება მივიღეთ ამ ომის შემდეგ? ევროპას ესე თქვა გაეთიშა უცებ, როგორც ეძახდნენ უკვე იმ პერიოდის ევროპის ჟანდარმი, ესე ეძახდნენ რუსეთს. წესრიგის დამყარებელი გაეთიშა. ანუ ყველა თავის შუაზეა. საფრთხო კავშირი დასრულდა. პრაქტიკულად დასრულდა. არ მოუწერიათ ხელი, არ გაუწყვეტიათ ფორმალურად, მაგრამ მორჩა ყველაფერი. იმიტომ რომ ერთმანეთში იომეს და ეს იყო მისი მიზანი. საინტერესო მომენტი კიდევ ერთი სიმბოლური ძალიან საინტერესო იყო ის, რომ ამ პარიზის კონგრესზე თავმჯდომარე დიჯდა კონგრესის საფრანგეთის საგარეო მინისტრი ვალევსკი, რომელიც იყო ნაპოლეონის შვილი, უკანონო შვილი. პონდელი ქალისგან ვალევსკაისგან ყავდა დიდ ნაპოლეონის შვილი. ეხლა მეტი სიმბოლურია წმინდა ალიანსის დასრულებაში და დიდი ისე თქვა ბონაპარტების დაბრუნების არა ევროპაში ეგ მომენტი იყო. ანუ ევროპაში უცებ ჟანდარმი დამარცხდა და ამ ჟანდარმის დამარცხების შემდეგ ხდება იტალიის გაერთიანება და გერმანიის გაერთიანება. ჟანდარმს აღარ აქვს უნარი და პლუს ამას როცა ჟანდარმი რუსეთი მარცხდება, ყოველ დამარცხების მერე ხოლმე გადაიაზრო უკვე შენი სტრატეგია, შენი ახალი პოზიცია. გორჩაკოვი ინიშნება ეს ვინც იყო ვენაში ელჩად.
რომელიც ძალიან კარგად გამოიჩინა იმ დროს თავი, ინიშნება საგარეო მინისტრად, კანცლერად და გორჩაკოვი ურჩევს ალექსანდრეს იმპერატორს, რომ აბსოლუტურად, ესე ვთქვათ, ახალი სტრატეგია გაატაროს, ახალებული სტრატეგია გაატაროს რუსეთმა, ახალი ხედვა ქონდეს რუსეთს. ხედვა არის შემდეგი: აღარანაირი სოლიდარობა, სენტიმენტალური სოლიდარობა, აღარანაირი წმინდა ალიანსის ფასეულობები, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი პრაგმატული ინტერესები, აწის ხვის ომში ჩვენ არ ჩავერევით, არავის არ გადავარჩენთ, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ თავზე ვზრუნავთ, მეტი არაფერზე, ეს ერთი. იღეს გორჩაკოვის დოქტრინა. ხო, და მეორე, ცოტა ხანი ეხლა ვიკეტებით ჩვენ თავში, არ ვერევით არსად, უნდა მოვძლიერდეთ დამარცხების შემდეგ, უნდა მოვძლიერდეთ და ეს ძალიან სწორი რჩევა აღმოჩნდა, იმიტომ რომ საკმაოდ მალე რუსეთის შინ დაიწყო პრობლემები, მას პოლონელები აუჯანყდნენ, რომლებიც ეს არ იყო მათი პირველი აჯანყება. და მერე დაიწყო აი ჩაკეტვის პერიოდი თავის თავში 20 წლის შემდეგ ბრუნდება რუსეთი, როგორც უკვე ვთქვი, 20 წელი ძალიან საინტერესო თარიღია, იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ომიდან დაახლოებით 20 წელი, თითქმის 20 წელიწადში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. 1994 წელს მოეწერა ხელი ბუდაპეშტის მემორანდუმს, რომლითაც მისცეს უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის გარანტია და 20 წელიწადში ზუსტად ყირიმის ანექსია მოხდა რუსეთის მიერ. და ყირიმის ომიდან 20 წელიწადში რუსეთმა კიდევ იომო თურქეთთან ტერიტორიები წაართვა. 20 წელი რაღაც უცნაური ისტორიაში ძალიან. პლუს მინუს. პრინციპში, ანუ რუსეთის როლი ვერავინ ვერ ჩაანაცვლა და შეიქმნა აი ერთგვარი ესეთი ბუნებრივად დამყარებული ბალანსი, რომელიც ცხადია, რომ ესე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა სხვადასხვა ინტერესების გამო, რაზეც უკვე ვილაპარაკებთ ჩვენი ვრცელი ისტორიის შემდეგ ეპიზოდებში და ერთ-ერთ დროს დაუთმობთ, ერთ ეპიზოდს დაუთმობთ ისეთ საკითხს, როგორც არის იტალიის გაერთიანება, რა დასაბამი დაუდო ყირიმის ომმა აი ამ პროცესს და შედეგად უკვე როგორ შეიცვალა უკვე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის რუკა.